ბავშვები და ეს ანსამბლის ჩამოყალიბება განაპირობა იმან, რომ როდესაც საელჩოში ჩვენ ვიყავით სახალხო ზეიმზე არც ერთი ქართული ლექსი არ თქმულა. თქვენ წარმოიდგინეთ ამან ისე იმოქმედა, ნუ თუ ქართულ ბავშვებმა ქართული ლექსი არ იცის, ეს როგორ შეიძლება და მეორე დღეს უკვე გავდივარ მე გამოცდებზე ვაბარებ, რომ სერტიფიკატი უნდა აიღო როგორც პედაგოგის, გადავაბარე შვედურ ენაზე, ინგლისურ ენაზე, ყველაფერი და დავიწყე ჩვენი ბავშვების მოძიება, შევაგროვე 10-15 ბავშვი და დღეს უკვე ანსამბლი უკვე პოპულარული გახდა. მე მინდა ამ ბავშვებზე კითხოთ, ანუ ემიგრანტ ბავშვებთან ურთიერთობა ძალიან საფრთხილო თემაა. ხომად უნდა შეაყვაროთ კულტურა, რომელიცაც არ იცნობენ, ზოგიერთ შეიძლება საქართველოშიც არ იყოს ნაყოფით. ამას როგორ ახერხებთ? რა სწორად დასმული კითხვა არის, მადლობთ ამ კითხვისთვის. იცით, ძალიან ბევრმა ბავშვებმა ქართულიც კი არ იცოდნენ. აი ზუსტად იმიტომ არ ითქვა ის ლექსიც. გამოვიდა ჩემი შვილი და ჩემი შვილი შეწყო მე მარტო რატომ უნდა მეთქვა მაგალითად ლექსი. და იცით რა, მე ჩვენ ვერ ვიტყვით რომ ქართველი მშობელს არ უნდა თავის შვილს ქართული ენა შეუნარჩუნოს, მაგრამ დრო არ აქვს. იცით, დილას გადის, საღამოს შემოდის, უკვე ეს ენერგია აღარ ყოფნის ის შვილს რომ მოახმაროს და ამან განაპირობა დღეს ხვალზე, გმაზე უკვე ამან განაპირობა ქართული ენის ნელ-ნელა დაკარგვა. და გავჩნდით ჩვენ და მშობლებმა დიდი სიხარული, დიდი სიყვარული შემოიყვანეს ბავშვები და ერთი წლის შემდეგ უკვე მშვენივრად გამართულად ლაპარაკობდნენ ბავშვები, ლექსებს ამბობდნენ, უკვე ღიღინებდნენ კიდევაც ერთ წელიწადში ვერ მოვახერხე ხლა ენერგების დონის აწევა, მაგრამ მეორე წელიწადში უკვე ღიღდაც კი რა, ჩვენ ვუკრავთ ფანდურებს, ჩონგურებს, სალამურებს და კარგად. გარდა იმისა, რომ საკონსტანტ სიმღერას ასწავლეთ, ქართული ენის სპეციალისტიც გამოდიხართ ამ კუთხით, რომ ასე გამოდის. აი ამას ყველაფერს ფერებაში ვაკეთებ, ამას ყველაფერს თამაში ვაფერ, ამას ყველაფერს შექებაში და ქართველებს ახლა ეს შექება იმდენად კარგად გვიხდება და ვიყვარს ხოლმე, რომ შეიძლება მთების გადავაგუროთ ამ შექებით. რამდენად მაღალია ჩართულობა იქაური ემიგრანტების ხომ არის ხოლმე ზოგჯერ შემთხვევა მაგალითად რომ დროც არ აქვს თქვა რომ იფიქრონ ამ თემებზე მშობლები რამდენად არიან ჩართული ამ ყველაფერში? იმდენად კარგი მშობლები მყავს. აი ერთადერთი კვირა დღე აქვს რომ დაისვენონ, სხვათა შორის კვირასაც არ ისვენებენ, იმიტომ რომ შაბათ კვირას გადიან რომ ზედმეტი აიღონ, გამოიმუშაონ რომ აქ ადამიანებს გამოუგზავნონ და აქაც ინახავენ ხო რა ოჯახებს, მაგრამ მაინც კვირა შაბათი დღე არის მათთვის ყველაზე ბედნიერი დღე ჩემი მოსწავლეებისთვისაც და ჩემი მშობლებისთვისაც. სხვათა შორის არც ერთი ბავშვი უკვე ძალით მოსაყვანი არ არის, ყველას მოუხარია მოსავლელი მასწავლებელი რაღაცას ახალს გვასწავლის, აი რაღაცას. მე ყოველთვის პირდები, თუ თქვენ კარგად ისწავლეთ, მოდი ჩვენ შვეიცარიაში გავითქვათ სახელ რომ ჩვენ აი ნახე რა კარგი ერი ყოფილვართ და აი ეს იმდენად უკვე ჩაუჯდათ ხასიათში, აი ეს შემართული არიან ბავშვები და როცა უკვე სცენაზე გამოდენ, ეს ჩოხა ახალოხებით ჩვენ დიასპორის სამინისტრომ ეს ფორმებით შევამკო, სხვათა შორის გვაჩუქა ეს ყველაფერი. ოღონდ თქვენ გააკეთეთ რამე და მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო დიასპორის სამინისტროს, რომ აი თუ კი რამეს ჩვენ ვთხოვთ, ეგრევე შესრულებული არის ჩვენი თხოვნები და აი ცით რომ გძნობთ ჩვენ ამ თანადგომას საქართველოდან, ხო? აი ჩვენ ყოველთვის ვფიქრობთ, რომ ჩვენ ვასახელოთ ჩვენი ქვეყანა და წარვდგეთ ჩვენი კულტურით და ჩვენი კულტურა ახლა მე უამრავ ერში მიწევს ყოფნა და აი კონკურსშიც რომ მივიღეთ ახლა 18 ქვეყანა გამოვდიოდით და პირველი ადგილი ავიღეთ ჩვენმა ხალხურმა სიმღერამ და ჩვენმა ქართულმა ცეკვამ და იმენად რომ გამოვედით უკვე ხო აი იცით რა არის გვიამაყებოდე ნამდვილად საამაყო არის რომ არც ერთ კულტურას არ გავს ჩვენი კულტურა თავის თვითყოფადობით თავისი მანერი თავისი დახვეწილობით მანამ სიმღერას დავიწყებდით ტექსტს ხო ვსწავლობთ ყოველთვის ვარჩევ ისეთი ტექსტი იყოს რომ სამშობლო სიყვარულზე იყოს პატრიოტულ მოტივაციას აუცილებლად და მე ზოგიერთი სიტყვა ხო არის ის ბავშვმა და იცით რა არის აი მეკითხება ყოველთვის აი რომ მასწავლებელი ეს სიტყვა რას ნიშნავს თქვა და მე რა მიხარია იცი აი ბავშვმა ეს სიტყვის მნიშვნელობა რომ არის ის და ეძიება რა არის ის აუცილებლად და სულ მეკითხება ხანდახან შეიძლება სიმღერის დროს გაგაწყვეტინოს რომ მასწავლებელი ეს რას ნიშნავს და მიხარია მე ასჯერ გავწყვეტა იმდენჯერ გავწყვეტა რამდენჯერაც მათსურთ ოღონდ იმან გაითავისოს ბოლომდე თუ მართლა რა ძლიერი და რასაყვარელი ქვეყნიდან არის წამოსული მე ამას ვაკეთებ ისე როგორც სხვაც გააკეთებდა ალბათ მე ასე დარწმუნებული ვარ სხვაებიც ამას გააკეთებდნენ ჩემს ადგილზე ეხლა როცა იცი უნდა გაუმხელო ადამიანები მით უმეტეს იმერელი ვარ ბოლოს და ბოლოს და ეს იმდენად მიამაყება ჩემი ქუთაისი ჩემი იმერლობა ჩემი ყველაფერი თუნდაც ესეც მინდა რომ წამოვწიო რომ ჩვენი იმერლები ასეთი განსაკუთრებული ვარ ახლა სხვა კუთხის ხალხს მოვადგული მაგრამ
ასეა და აი უკვე მირეკავენ და მეუბნებიან ქალბატონო რელა თქვენ უნდა ჩამოვბრძანდეთ თბილისში, იმიტომ რომ თქვენ უნდა დაგაჯილდოთ. რატომ აჯილდოთ? ჩემი წარმატება რაში მდგომარეობს ჩემი წარმატებულობა რაში არის? იცი რამდენი მეტი ადამიანი ჩემით მაყოფილი იქნება იმ სწორად ინფორმაციას მივეწოდებ და დავეხმარებ. ეს არის ჩემი წარმატება და ჩემი წარმატება არის კიდე რომ მე ამ ხალხს უყვარ ვარ. ჩამოვედი 10 მარტს გამოვედი და ისე შემწყვა იცით რა არის ხალხა ვფიქრობ ნუ თუ ამდენი დაგროვდა რომ ეს დავიმსახურე რა ვილაპარაკო მე მოდი ჩემში ბავშვებზე ვილაპარაკებ მე იმიტომ რომ ამაზე კარგი მართლა არაფერი არ არის ის ზრდასრული არის და დღეს მიაგნებს თავის გზას თუ ხვალ მაინც მიაგნებს ხო მაგრამ ეს ბავშვს უფრო სჭირდება ჩემი ხელი ჩემი თავი ჩემი სულიც აი ესე რომ თქვა ეს ქართული სული რა აი გადავდო ბავშვი და ბავშვმა მე ქართულად წამოიყვანოს თავის პიროვნება ეს და რომ ჩამოვა საქართველოში და მე ქართველი ვარ ეთქვის და ეს აქცენტიც კი ქართული ქონდეს აი ქართულად რომ ღერი ხარ თავისთავად უკვე ქართულ აქცენტს გჩუქნის ის და შვედები ძალიან კარგი ადამიანები არიან მაგრამ ეს ჩვენი ქართველებიც უნდათ იქნება შვედები რო გახდნენ და მოდი ცოტა ვებრძოლოთ რომ აი კი შვედეთში ცხოვრობ მაგრამ ქართველი ვარ მე აი ეს ძალიან კარგი რაც შედგა ჩვენი კონტაქტი და აღმოგაჩინეთ და მისმენაგე კონტაქტებით რომ მოგზაურობთ სტუდიაში აქტიურად ვადევნებთ ხავს თქვენი Facebook-ის გვერდს და ფაქტია რომ ძალიან სენსიტიური ხართ მომავალი თაობების თემასთან დაკავშირებით ხედველობაში მაქვს ბოლო თქვენი სტატუსი მე მგონი ქუთაისის ბაღში დაწერილი მოწყალების მთხოვნელ ბავშვებზე აი მაგას მომეტყვი და მაშინ მე ხატირილი არ დავიწყო მეშინი აი ხატირილი არ დავიწყო მეშინი ეს როლზე ამ ყველაფერში და მაინც რო დავიკონკრეტოთ ეს თქვენი შეხედულება დიახ იცით რა არის მე ახლა საქართველოსდან წასული ადამიანი ვარ და მე არაფერი მიკვირს ამან განაპირობა ჩემი წასვლაც რომ თქვა რაღაც ზღვარზე მეც არ ჩვენც არ მივსულიყავით ხომ და რომ დავინახე ამდენი მათხოვარი ბავშვი ქუჩაში ჩამოვჯექი ნახე ერთი ადგილი ჩამოვჯექი თან ვტირი თან ვწერ ვისი შეცდომა უნდა იყოს ეს როცა პარალელს ავლებ თუ რას აკეთებს შვედეთის ხელისუფლება ბავშვისთვის და ჩვენი ხელისუფლება ეხა ბოდიშ არ ვიხდი ნამდვილად არ ვიხდი ჩვენი ხელისუფლების წინაშე იმიტომ რომ შენი ბავშვი რო ქუჩაში დგას და მათხოვრობს შენი ბრალია ეს და შენ მიიყვანე იგი ამ ზღვამდე და შენ გახადე ის თქვა ხელგამოწვდილი რო არის ის დაჩიავებულია ვიქნებდა ის რა ნიჭიერი ბავშვია თუნდაც არ იყოს ნიჭიერი რას ქვია შენი ბავშვი ქუჩაში დგას და მათხოვრობს და მოწყალებას ითხოვს მე მოწყალებას კი რა თელ სიცოცხლეს ჩავდებ იმ ბავშვი ოღონ ბავშვი სწორად გაიზარდოს რატო კარგავს ეს ქვეყანა ამდენ კარგ ბავშვს თუნდაც ემიგრაციაში რატომ უშვებს რატომ ამათხოვრებს სად მიდის ეს ყველაფერი ამაზე უკეთესი რა გინდა რომ გააკეთო შენ თუ შენ ბავშვს არ მიხედე მაშინ შენ როგორ გინდა შენი სახელმწიფო გაზარდო და მე პარალელს რო ავლებ რას აკეთებს შვედეთი თავის ბავშვისთვის და აქ როგორ მათხოვრობს ბავშვი უკვე რა გემართება იცით აი სად მიდის მე შენი სიბრაზე მშობელთან არ მიდის შენი სიბრაზე მიდის სახელმწიფოსთან რომელიც თავის შვილს არ უვლის სრულიად საერთოდ მნიშვნელობით თავის შვილს და შვედეთში კი ბავშვებს სკოლა კიდევაც აჭმევს, კიდევაც ასმევს, კიდევაც ყველგან მიყავს კულტურულ გასართობებზე სკოლის ყველა ნივთი ხო საერთოდ უფასო არის, ყველაფერი უფასო არის, ოღონდ შენი ბავშვობა ლაღად და ლამაზად წაიყვანე. და ეხლა ჩვენ რომ ევროპისკენ გვაქვს თქვათ გვინდა შევიდეთ, რას ახვედრებ რომ შენ იმაში გიყვანოს თავისთან და გამეგობროს? რას ახვედრებ საიდან? ეს ხომ არ შეიძლება ასე იყოს რომ ჩამოდის ევროპელი მე ახლა ჩემი ბავშვი მეტკინა და რო დაილახავს ამდენ მათხოვარს შენ რას ლაპარაკობ რომელი დემოკრატიულზე ლაპარაკობ როცა შენი ბავშვებით სავსე არის ქვეყანა მათხოვრებით და მოხუცებულები ზიან თან ძინავთ და თან ხელი გაწვრილი აქვთ ეხლა რას ლაპარაკობ აი ამან განაპირობა ზუსტად ის ჩემი წერილი დავჯექი ეგრევე ბაღში და დავწერე კიდევაც და თან ვტიროდი და ალბათ ხალხიც მიყურებდა კიდევაც არავინ არ შემკითხე ალბათ ვიღაცას რაღაცა მეგონი ალბათ რა ვიცი ემოციებმა მიყვანა შეიძლება არ ვიცი რა და შეიძლება რაღაც გასაჭირი მქონდა და მიტომ ვტიროდი მაგრამ დამკითხოდა მაშინ და ყველას ვეტყოდი ბოლოს მე მინდა შეგეკითხოთ ესეთი რამ
რამდენად აქტიურადაა თქვენ საომარი გეგმებში საქართველოს როგორც ქვეყანა ასეთ კუთხით ჩართული და რას აპირებთ უკეთესი კუთხით დაკეთებას კიდე? ასე რაღაც პერიოდი აქვს შეჩერების, მაგრამ მოვა ეს დრო, ჩვენ დავუბრუნდებით ბევრი და აი ნახოთ თუ არ ავაშლებთ ამ საქართველოს. ჩვენ ყველა დავუბრუნდებით. განა მე რომ საქმეს ვაკეთებ და ქართველებს რომ ბავშვებს რომ ქართულს ვაყვარებ, განა იმისთვის რომ მართლა ხალხური შეიყვაროს, ხალხის მორალს ყველგან ისწავლეს, თქვა YouTube ჩანალს, მაგრამ ამაში ისეთი სიყვარული ეს ბუნბერაზევით წამოვიდეს დაგროვილი სიყვარული საქართველოს და საქართველოსთვის იცხოვრო. ოღონდ იმად უკვე სხვა მენტალიტეტი აქვს, მაკი ვერ მოატყუილებ უკვე ის გაზრდილი ბავშვი უკვე შენ ვერ მოატყუილებ, ეს ხელისუფლება ვეღარ მოატყუილებს, ეს ვერ მოატყუილებს, იმერ გახსნილი აქ იმას გრება, აი თურმე ეს ქვეყანა ჩვენია და ერთეულების არ არის. აი ამას ვხედავ მე. მერცმაც უკნას მე ეს მიზანი მაქვს. მე ამას მოვესწრები. და ბოლოს მინდა გითხრათ ესეთი რამ, რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებიც გაქცევაზე, ანუ ბავშვები მოდიან ესეთი თაობები, რომლებიც ამბობენ, რომ ჭყალებში თქვენ ლიჟბი საქართველოსდან წავიდე და იმ ადამიანებს, რომლებიც იქ არიან და გადაწყვეტილი აქვთ იმედი და არასოდეს აღარ აპირებენ დაბრუნებას. მოდით მოკლედ უთხრათ ამ ადამიანებს ჩვენი მთავარი საქმე. დიახ, იცით რა არის? ყველა იქ მცხოვრ ყველა იმიგრანტს საქართველოს ყოველთვის ენატრება. ბედნიერი იმიგრანტი არ არსებობს. მე ახლა ხო უკეთესი მდგომარეობა მაქვს დაკავშირებით, მაგრამ მე ყოველ დღე საქართველოშია. ასე არის ისინიც. იცით, ყველას უნდა წამოსვლა, ყველა საქართველოში ცხოვრობს, მაგრამ აი რომ ჩამოვიდეს ვერ ხედავს ამ წუთში მის ადგილს და ეშინია ჩამოსვლა, განა არ უნდა, მაგრამ ეშინია ჩამოსვლა და ამიტომ იქ უმჯერს იყოს ამ ეტაპზე, მაგრამ ძალიან აკვირდება იმ მოვლენებს, აი იქნებ უკეთესობისკენ, მაგრამ რიცით რა ვიცნება, შენ თუ არ ჩამოდი და დაუდექი ამას ამას თვითონ არავინ არ მოგიტანს. თუ გინდა მე ვიყო, მეც უნდა ჩამოვიდე და მეც ხალხთან ერთად უნდა ვიდგე, იცი? იქიდან ძალიან ადვილი სალაპარაკოა, მოდი ვიღაცამ გააკეთოს. რატომ და ესე უნდა ჩამოვიდეთ ყველა, მაგრამ რომ ჩამოვიდეთ ამ წუთში გვინდა არ გვინდა ხო არსებობაზეა ლაპარაკი და მე მაგალითად არავის არ უსურვებ წასვლას. არავის არ უსურვებ, იმიტომ რომ მე რომ ხედავ ეს ახალი ჩამოსულები რა დღეს შერენ ქუჩაში ძინავთ ხალხს. დაყინული ქართველებით არის ავადმყოფოების სავსე. მე ვერ ვიტყვი რომ შენ ჩამოყალ და ყველაფერი კარგად გექნება. იყავით საქართველოში, ნუ წამოყალთ, ნუ დატოვებთ საქართველოს და აი აქ იბრძოლეთ.